ეუთოს წევრი 37 სახელმწიფო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო ისინი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ. განცხადებაში ვკითხულობთ. თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს. ჩვენი მთავარი შეშფოთება სამი მიმართულებით ვლინდება: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, უცნობი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, აგრეთვე გაუმართლებლად ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის პერიოდები და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა. წერია განცხადებაში, სადაც გამჭირვალობის შესახებ კანონზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაში აღნიშნული, ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებსაც და მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ. ეს განცხადებები არის ბუნებრივი, იმიტომ რომ შეუძლებელია ევროპაში გაატარონ ის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა, არადუმ მოპყრობა და წამება არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქცევის ყოველდღიური წესი. შეუძლებელია გაატარონ ის, რომ ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება არის გაქრობის პირას საქართველოში კონკრეტული საკანონმდებლო ეგრეთ წოდებული ცვლილებების გამო. ამიტომაც ყველა ტიპის ჩვენი, ასე ვთქვათ, მეგობარი ქვეყნების და ზოგადად ინსტიტუციების მხრიდანაც და მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც უნდა ველოდოთ ასეთ განცხადებებს მანამ სანამ ამ სისტემის ბოგინი გაგრძელდება ქვეყანაში. ადამიანის უფლებები დაცვის საკითხი, რომ ეს არის პრობლემური საქართველოში და ზოგადად დემოკრატიულ რეფორმებს და დემოკრატიული განვითარების გზას ეს ქვეყანა დღევანდელი არალეგიტიმური ოცნების პირობებში რომ არის აცდენილი, ეს უკვე ვიცით დიდი ხანია, ბოლო წლებია ეს მიმდინარეობს, განსაკუთრებით მწვავე ფორმები მიიღო ამ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, როდესაც ოცნება ბოლომდე უკვე გაცხადებულად ამ ქვეყანაში ცდილობს, რა თქმა უნდა, მათი არ გამოვუათ, მაგრამ ცდილობს სრული ავტოკრატიის შექმნას ამ ქვეყანაში და ბუნებრივია ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყველა პოზიცია აქამდეც იყო მწვავე, დღესაც არის მწვავე და ასეც გაგრძელდება ისინი ბოლომდე გამოიყენება ყველა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ბერკეტს იმისთვის, რომ ოცნება გონს მოიგოს ბოლო-ბოლო და ქვეყანა დააბრუნოს რეალურ დემოკრატიული განვითარების რეჟიმს. როდესაც საუბრობენ იქ, რომ ესე იგი გამჭვირვალობის კანონი თურმე არ არის საჭირო და ევროპაში რომ მიიღეს ჩვენზე უფრო გაცილებით მკაცრი, დღესაც რომ ცალკეული ევროპული სახელმწიფოები კიდევ უფრო მკაცრ გამჭვირვალობის კანონს ღებულობენ და მით უმეტეს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ის USAID-ის დაფინანსებები გაშიფრა, კიდევ დაგჭათ კითხვები? კიდევ გააქვთ რამე გაურკვევლობები, რომ თურმე როგორ მონაწილეობდა შიდა საქმეებში უცხო ქვეყნის ფინანსები და დაქირავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მოსყიდული მთელი ეს სეგმენტი. ჩვენ მყარავთ გავართ. ზუსტად თქვა გააზრებული ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს, საქართველოს მშვიდობა შეინარჩუნოს და ღირსება და ასევე მართლმადიდებლობა და ყველა ის ტრადიცია, რაც ჩვენ დღემდე მოვედი და ვამაყობთ. თუ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ჩვენთან მიმართებაში აქვთ რაიმე შეკითხვა, პირველ რიგში ამ შეკითხვით მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. რატომ არასოდეს ეს კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ არ დასმულა და რატომ არ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ის კანონი, რომელიც იდენტური არის სიტყვასიტყვით იმ კანონისა, რომელიც ამერიკაში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. ჩვენ ყოველდღიურად ზიზღის ენას და დეზინფორმაციას ვიცმენთ კონკრეტულად მართული რადიკალური ოპოზიციასთან ასოცირებული და დაკავშირებული ტელევიზიებისა და მედია საშუალებების მხრიდან. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ნახონ თვითონ თავიანთ ქვეყნებში რა სახის პასუხისმგებლობა არის დემონსტრანტებთან მიმართებაში ქართული პოლიციის მოქმედებები შეადარონ. საქართველოს არც ერთ ქვეყანაზე ნაკლები არ არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტი და მით უმეტეს მიუღებელი არის, როდესაც კონკრეტული სახელმწიფოები სააკაშვილს აღიარებენ და უწოდებენ დემოკრატიის შუქურად და მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც სწორედ ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტზე არის ორიენტირებული, მას ადანაშაულებენ სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ უკუსვლაში. ისინი უნდა დაფიქრდნენ და ერთადერთი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით და ვითხოვთ, ეს არის მოცემულობების სწორი და სამართლიანი შეფასება.